მე დაახლოებით 9 საათის შემდეგ ვნახე, რომ რეალურად აი პურის მიდამოში მქონდა სიცოცხლე. რატომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ ზიამაღლობელის საქმის ფიგურანტი პოლიციელის ირაკლი დგებუაძის შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალ თანამდებობაზე დანიშნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტია ამ გზით მოძალადე სამართალდამცავების შეგულიანებას ცდილობს, საზოგადოებას კი დემონსტრაციულად აჩვენებს, თუ როგორია რეალურად მათი პოლიტიკა. ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა. ის ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ირაკლი დგებუაძის ახალი თანამდებობა ქართული ოცნების მხრიდან რა თქმა უნდა არის სიგნალი იმისა, რომ მოძალადე პოლიციელები, მორჩილი პოლიციელები ისევ არიან სისტემაში. თამაზაშვილი არის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და მან შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ მოახდინა მისი სახელის აქტუალიზაცია და ეს არის ერთადერთი ნიშანი ქართული ოცნების მხრიდან. ქართული ოცნება ესე აჯილდოვებს მოძალადე პოლიციელებს და ჩვენ მოქალაქეებს გვეუბნება, რომ ყველა ის პოლიციელი, რომელიც იქნება მოძალადე, რომელიც იქნება ლაჩარი, რომელიც ქალს ესე მოექცევა, როგორც დგებუაძე მოექცა მზია ამაღლობელს, ყველა მათგანი იქნება დაჯილდოვებული ქართული ოცნების მხრიდან. ეს არის იმ მიზანმიმართული ძალადობრივი რეჟიმის სახის გაგრძელება, რასაც თითოეული ჩვენგანი ვხედავთ, ან ნაწილი ჩვენგანი პირადად ეს ვთქვათ გვიწვნია ხო ჩვენ საკუთარ კანზე და ტყავზე. ის რომ იმის ნაცვლად რომ მოძალადეები დაისაჯონ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ გვინახავს შინაგან საქმეთა სამინისტროში მედლები ჩამოკიდეს და მადლობები უხადეს ადამიანებზე ფიზიკური ძალადობისთვის მოძალადეებს, ხო? ეს ამისი გაგრძელებაა, რა თქმა უნდა, ეს არის განაცხადი, რომ დიახ, მე ვარ მოძალადე და არავის დასჯას არ ვაპირებ. და მე გამოდიან და გაუკვირდებათ, როდესაც ქვეყანაში მოსკოვის მექანიზმი არის ამოქმედებული EUTOS მხრიდან, რომელიც ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს ასახავს და იმ რეალობას, რომელ რეალობასაც თავად ქმნიან. დგებუაძე ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეში ფიგურირებდა. ჟურნალისტი აცხადებდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე ბათუმის პოლიციის შენობაში მას არაადამიანურად მოექცა. სახეში შეაფურთხა, წყლის დალევისა და ტუალეტით სარგებლობის უფლება არ მისცა. დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა. მისთვის გაწნილი სილის გამო კი მზია ამაღლობელი წელიწადზე მეტია ციხეში იმყოფება.